გამარჯობა მეგობრებო, მე ქეთა ვარ და თქვენი მყოფები ჩემს YouTube არხზე. დღეს არის 6 აპრილი, სპორტის საერთაშორისო დღე. ამიტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ გადაწყვიტა, რომ ჩაატაროს ღონისძიება შეჯიბრი მკლავჭიდში, სადაც წავალ მეც და ვაპირებ პატარა ვიდეოს გადაღებას ვლოგის სახით. რათა გაგიზიაროთ თუ რა ხდება ამ დროს, როგორ მიდის ჩემპიონატი და განახოთ ყველა დეტალი. ალბათ ბევრია, ვისაც სპორტი აინტერესებს, კერძოდ მკლავჭიდი და ვფიქრობ, ჩემი ვიდეო ამისთვის საინტერესო იქნება. ამიტომ გამომყევით, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე და ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. წავედით. ხალხო, ეხლა აღმოვაჩინე, რომ მკლავჭიდის შეჯიბრებასთან ერთად თან არის მარათონი, რომელიც დააორგანიზა მარნეულის მერიამ და სკოლის მოსწავლეები გამართავენ მარათონს, ირბენენ დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილს და იმის კადრებსაც შემოგთავაზებთ. ძალიან მონდომებული ბავშვები არიან ხალხს, იმიტომ რომ ისე გარბიან, რომ ინაღამთან წაიყოლეს ჩემ კამერაც. ხალხო, მარათონი დამთავრდა. მარათონი იყო ცალ-ცალკე თურმე გოგოებში და ბიჭებში, ხო და ეხლა ვეცდები, რომ დავიჭირო რომელიმე გოგო ან რომელიმე ბიჭი და ინტერვიუ ჩავაწერინო, რას ფიქრობს და რაღაც საინტერესოები ვალაპარაკო. არინერულო, ესე იგი თურმე რა ქვია? ნანა. თურმე ნანა საუღია ხალხო, პირველი ადგილი მარათონზე გვანახე. და მე კიდე არ ვიცოდი, მითხარი ხა როგორ მოგეწონა. კარგი იყო, ცოტას მივიდოდი, თავიდანაც სწრაფად დავიწყე და გამიჭირდა ბოლოს და ბოლოს მოუმადე ისე. შუაში ცოტა დავიღალე და ბოლოს ისე მოუმადე და მივედი პირველი. ხშირად არ ვიხარ ხოლმე თუ შენი პირველი გამოცდილება? არა, ძალიან დიდი ხანია და დავიღე 1-2 წელია. ეხლა კლასებში ვიყავით, ყველამ მოვიგეთ. ეხლა თბილისში გვაქვს, ამ თვეში კიდე თბილისში გვაქვს შეჯიბრი საქართველოს. იჭი არის მარნეულელი ხარ. საიდან ხარ ნანა? ვაიმე. დიოგნისგან ხარ? არა, თამარისგან ხარ? თამარის სკოლიდან ხარ? თამარისთან არის ჩვენი ნანა და ძალიან მეხმარება ვიდეოს გადაღებაში. ნანა, ხო გამომიწერ? დიახ. ხო ყველას ეტყვი რომ გამომიწერონ. კი, ვეტყვი. ხალხო, კარგი ბავშვია, ყველა არ დამეხმარა, მაგრამ ნანა დამეხმარა. და კი რამოდენიმე ბიჭი. რომელსაც ალბათ ვიტყვი ვიდეოში, ვინც დამეხმარეთ ხალხო. ესო და ერიკა, გიმახსოვრებ ვინც დამეხმარეთ. ვინც არ დამეხმარეთ, კიდეც გამახსოვრებ. გამარჯობათ. დღეს არის სპორტის დღე. მე ძალიან მიხარია რომ ეს დღე არსებობს საერთოდ და რა ვიცი, ძალიან გამიხარდებოდა თუ კიდე ჩატარდებოდა ესეთი ღონისძიებები. გამარჯობა, დღეს არის სოფლიო სპორტის დღე. ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში მარათონი. ძალიან მიხარია რომ მონაწილეობა მივიღე და მინდა რომ განვითარდეს ეს სპორტი. და გამოიწერეთ ქეთას არხი. გამოიწერეთ ქეთას არხი. გიო, მიდი. ხახო, ჩვენ ვართ გიოსკენ. მიდი, ძახეთ გიო. მიდი, არ დანერდე, მიდი. არა უშავს. დღევანდელი ღონისძიება გაიმართა იმირის გადაჭრილ გორაზე. გადაჭრილი გორა ასე ქვია ადგილს მარნეულში, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყნის არქეოლოგების საკვლევის საგანი გახდა. იმირის გადაჭრილი გორა არის ნეოლითური პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს სოფელ იმირთან. ეს ადგილი თარიღდება დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-6000 წლეულით.
წლების განმავლობაში 2013 წლიდან ინტენსიურად არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენთან ჩამოდიან ყოველ წელს და წელსაც 24 მაისიდან ჩამოვლენ თქვენი ტოლი უფრო ცოტა მეტი ასაკის სტუდენტები, ბავშვები კანადიდან. ეს ადგილი უბრალოდ გორა არ არის. ეს არის ადგილი, სადაც პირველად დააყენეს ღვინო ისტორიაში. აქ აღმოჩნეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ღვინის კვალი. წარმოიდგინეთ, ზუსტად აქ, 8000 წლის წინ, ადამიანები უკვე ამზადებდნენ ღვინოს, სანამ ევროპაში ცივილიზაციები ჯერ კიდევ არ არსებობდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა. გარდა ყურძნის წივწებისა, გორაზე აღმოჩენილია საცხოვრებელი ნაგებობები, შრომის სხვადასხვა იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები. ახლა ესე იგი მიკროფონი გამიფუჭდა, ამიტომ მიკროფონში ვეღარ ვლაპარაკობ. ძალზეყრელი ბავშვები არიან, მგონი თამარსელი ბავშვები არიან. ამიტომ კი არიცენ თამარსის გოგოების გუნდს ხუთით ერთი რომ მოუგე ფეხბურთში, როდესაც ფეხბურთს თამაშობდე. ხა და ახლა მივდივარ. ვიდი, არა თქვი რამე ჩემი YouTube-ისთვის. გამოიწეთ არხი, ხალხაწყებული YouTube არხია, ხაჭეფრილია, მაგრამ უსურვებ რომ წარმატებას უსურვებ. ვარნეულში ხავს იუთუბერები და ერთ-ერთი არის ეს ადამიანი და გამოიწერეთ რომ мотиваცია მისცეთ ვიდეოების გადაღების და უფრო არხის განვითარებისთვის. გადავ. გარასიტყვით. არა. მიდი თქვი რომ გამომიწერო. თქვი რომ გამომიწერო. მიდი და დალაიქეთ და დაწოვეთ კომენტარი. გადავ. ბავშვებს ძალიან უხარიათ, როცა ვთქვა რომ ვიდეო გადაიღან და ვეუბნები რომ მეთქი ჩემთან არ არის სავალდებულო დალაგებული ლაპარაკი, იმიტომ რომ ტელევიზია არ ვარ YouTube-ია და რა ვეუბნები ამას, მე აღარ ნერვიულობენ და ძალიან ბედნიერი იღება ხოლმე ვიდეოები, ამიტომ ხო, იმედია ეს ბავშვები გამომიწერენ და ბავშვებო თუ უყურებთ ამ ვიდეოს, წააგდღოთ თქვენს მეგობრებსაც უთხრეთ რომ გამომიწერონ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა YouTuber-ი მარნეულიდან და მინდა რომ მეც ვიყო. ხალხო დასრულდა ღონისძიება, ცოტა ნერვები მომეშალა, იმიტომ რომ მიკროფონი ვეღარ დავაკავშირე, მგონი დამიჯდა და ასე მიწევს მიკროფონის გარეშე გადაღება ვიდეოსი. ყველაფერი კარგად დასრულდა. მომეწონა ღონისძიება, სხვათა შორის სიმართლე გითხრა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სპორტი რაღაც განვითარებული იყოს მარნეულში და რაც რო ბევრი ღონისძიება ჩატარდება, მით უფრო კარგი. მომეწონა რა, რაც უფრო კარგ შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონი იქნება. იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება სპორტის მიმართ და ვეცდები რომ კიდე წავიდე სხვა ღონისძიებებზე და გადავიღო ვიდეო. დღეს ვერ შევძელი კარგად ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ მარტო ვიყავი და იმდენად კარგად ვერ გადავიღე, თან მომზადებულიც არ ვიყავი, უცბად გადავწყვიტე წასვლა, ამიტომ ვფიქრობ რომ შემდეგი ვიდეოები უფრო კარგი იქნება. და გამიხარდება თუ გამომყვებით. და ბოლოს იმ ბავშვებს, ვინც დღეს დამეხმარა, მართლა მადლობას ვუხდი, იმიტომ რომ თითქმის არავის ვიცნობდი. და ძალიან დამეხმარნენ ვიდეოების გადაღებაში, თან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემდამი და ბავშვებო დიდი მადლობა და აუცილებლად გამოგაჩენ ჩემ YouTube ვიდეოში. და თუ ყველაფერი კარგად წავიდა და წარმატებულად, აუცილებლად შემდეგ ვიდეოებშიც გიხილავთ. კარგად.